რა ფაზაში ახლა წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორ ტრანსფორმირებს თავად რეჟიმი მისთვის არსებული გამოწვევების საპასუხოდ და რამდენად სწორად ახდენს ადაპტირებას წინააღმდეგობის მოძრაობა, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითი იყო თქვენი წინასტუმრების მაგალითად, რადგან ფინანსები გახდა მთავარი გამოწვევა, როგორც ფუნქციონირების, ასევე სასჯელების კუთხით, რაღაც გარკვეული ინიციატივები აქეთ ამხარეს გაჩნდა უკვე, მაგრამ მოდი დიდი სურათით დავიწყოთ. მოგესალმებით გიორგი, მოგესალმებით ტელემაყურებელს. ამ პროტესტმა, რომელიც უკვე ფაქტობრივად 3 თვეს შესრულდება რამდენიმე დღეში, აჩვენა ის, რაც საქართველოში აქამდე არ უნახავს არავის 90 დღის მანძილზე ადამიანები დგანან ქუჩაში უწყვეტად, იმიტომ რომ ეს არნიშნავს, რომ მანამდეც არ ყოფილა პროტესტი, უბრალოდ უწყვეტად დგომის დღეებია და არაძალადობრივად ცდილობენ საკუთარი მიზნის მიღწევას და მას აქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. ჩვენ მართალია იმ ადამიანებს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, გვაქვს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს აქტივისტების წინააღმდეგ, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი წუხილები. ეს არ ეხება მარტო აქტივისტებს, ეს ეხება ფართო საზოგადოებას და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ ამ თითოეულ დღეს და თითოეულ დგომას რუსთაველის გამზირზე აქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც საზოგადოებამ ნახა, ხო? ეს არის, რომ არსებობს დღეს ფაქტობრივად კონსენსუსი დემოკრატიულ სამყაროში ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის დეფიციტთან დაკავშირებით, რომ მას ხელისუფლება არ აქვს მოპოვებული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და ეს არის სწორედ ამ პროტესტის ერთ-ერთი გამოხატულება. მეორე სანქციების ის წყება, რომელიც ჩვენ ნახეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ნახეთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან, არის გამოხატულება ქართული ხალხისადმი უპირობო მხარდაჭერით. ამ სანქციებს შეიძლება ესეც სახელით უწოდოთ მხარდაჭერა ქართულ ხალხს და სანქციები რუსეთის მოკავშირეებს საქართველოში. ჩვენ ხედავთ, რომ ევროპული ინსტიტუტები, სტრუქტურები, როგორც არის მაგალითად ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, ან როგორც არის ევროსაბჭოს ეგიდით არსებული საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, როგორი ტიპის პოლიტიკურ დოკუმენტებს იღებენ, ხო? მათ შორის ჩვენ ნახეთ ევროსაბჭოშიც ევროსაბჭოს მიერ, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც და ერთი მხრივ ევროპარლამენტს და მეორე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ სანქცირებას ითხოვენ ივანიშვილის მისი გარემოცვის, მასთან დაკავშირებული ბიზნესისა და მისი ოჯახის წევრების და მეორე მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის დათქმა, რომ აპრილამდე ივანიშვილმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში არჩევნების დანიშვნა და ასევე ყველა დაკავებულის გათავისუფლება. აი, დაკავებულების რაოდენობა, ფინანსური შეტევა საზოგადოებაზე რაღაცა ახალი ეთქვა ვერ ვიტყვით, მაგრამ ასეთი მასშტაბური აქამდე არ ყოფილა. რატომ გაუჩნდა ეს აუცილებლობა თავად რეჟიმს, რის მიღწევას ცდილობს ამით და რითი პასუხობს მას საზოგადოება? რაც ჩვენ ნახეთ ხელისუფლებაში არალეგიტიმურად, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ სხვადასხვა გზები მოსინჯა იმისთვის, რომ საზოგადოება გაეტეხა და ამ გზების დიდმა ნაწილმა ის ეფექტი ვერ მოიტანა, რაც ხელისუფლება სურდა. მას სურს, რომ ერთ დღესაც რუსთაველი აღარ გადაიკეტოს, მას სურს, რომ ერთ დღესაც ადამიანები შეეგუონ დე-ფაქტო არსებულ მდგომარეობას და თქვან, რომ ბრძოლას აზრი აღარ აქვს და ამის შეგუება მათ შორის პირდაპირ გამოიწვევს ბევრ სხვა თანამდებობ შედეგს, რაც კარგად ესმის იმ ადამიანებს, ვინც პროტესტზე დგანან და კარგად ესმის ხელისუფლებას. ეს თანამდებობ შედეგები იქნება სასარგებლო ქართული ოცნებისთვის, ის ეტყვის დასავლეთს, რომ აი, მიმიღეთ მეც როგორც მიიღეთ თქვენ თავის დროზე ალიევი, რომელსაც გაჩვენებული ყავს ყველა პოლიტიკური ოპონენტი თავის ქვეყანაში და მოდი ვილაპარაკოთ ამ შეგუებული პოზიციიდან, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო, აღარ მიირთვის დემოკრატიისკენ, მაგრამ ჩვენ გვექნება გარკვეული როლი, თუკი ორმხრივ ინტერესი არსებობს ივანიშვილს და დასავლეთ შორის და ივანიშვილის ინტერესით მათ შორის თავისუფლად შეძლებს ვაჭრობას, მე მოგვიანებით პუტინი, რუსეთი და ეს მე მგონი ძალიან ცხადი არის რისკენაც მიირთვის ივანიშვილი. და ეს პროტესტი ამაში მას ხელს უშლის. ახლა ბევრი გზა ცადა მანამდე, ხო, ეს იყო ცემები და დარეკვები, დახვედრები და ესე ვთქვათ ისეთ ცემები ადამიანების და დაშინება, ცადა მასობრივად დაკავება ადამიანების, ძალად ყავს აყვანილი 50-მდე ადამიანი, მათგან
ამათგანაც და გათავისუფლებულებისგან ადამიანების დიდი ნაწილი წამებას დაექვემდებარა. საუბარია 300-ზე მეტ აღწერილ შემთხვევაზე, როდესაც საუბარი გვაქვს წამებაზე და ამ სიტყვაზე არ ვიყენებ მისი ისეთი დამკვიდრებული გაგებით, როგორც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, საუბრობ როგორც დანაშაულზე, სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებულ ქმედებაზე და ეხლა გადაწყვიტა, რომ ალბათ შესაძლებელია, რომ ფინანსური სანქციებით, ფინანსური დაჯით გავტეხო საზოგადოება და ეხლა ეს რო წარმოვიდგინოთ ჯარემის ოდენობა, ხო, ეხლა საერთაშორისო სტანდარტებით ასეთი მაღალი ჯარიმები თავისი სანქციის მაღალი სიმძიმის გამო მიიჩნევა სისხლის სამართლის წესის დანაშაულის ტოლფას ქმედება ესე უნდა განიხილებოდეს სასამართლოში, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ხადოთ პროცედურებს, რომ სასამართლოც კი აღარ განიხილავს პირდაპირ, არამედ ამ ტიპის ჯარიმებს ამოწერს პოლიცია. აი მაყურებელმა არ იცით და მათ რომ იცოდნენ, მაგალითად სისხლის სამართლის წესით ჯარიმის ოდენობა იწყება 2000 ლარიდან. ანუ მაგალითად თქვენ შეიძლება ჩაიდინოთ დანაშაული, რაც საკმაოდ კაც ქმედებას წარმოადგენს, ხო, სისხლის სამართლის ქმედებას, ესე ვთქვათ, გათვალისწინებულს და ამისთვის შეიძლება ადამიანი იჭებოდეს 2000 ლარით და მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანს შესაძლებელია პირბად ეკეთოს შეკრება მანიფესტაციაზე 5000 ლარით. ყველა ხვდებათ რომ ეს არის რა თანხა, ხო, ქვეყანაში სადაც პენსია არის 350 ან 450 ლარი 2025 წლიდან გააჩნია ასაკს, ვთქვით 70 წლის ქვევით არის 350 და ზევით 450 ლარი, 10 იმდენი და მეტი პენსიის ოდენობას ახდენებენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ მან შესაძლოა ესე ვთქვათ აქციაზე გაიკეთოს პირბადე. აი ესეთი უსამართლო ქვეყანასთან ვართ და ეს უსამართლობა არ იქნება მხოლოდ მათადმი, ვისაც მიმართად დღეს იყენებენ. ეს იქნება ავტორიტარული მმართველობის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, იმიტომ რომ პოლიცია სინამდვილეში ამ კანონებს აღასრულებს არა მართლმსაჯულებისთვის, აღასრულებს არა კანონიერების უზრუნველსაყოფად, არამედ პოლიცია კანონებს აღასრულებს ივანიშვილის დასაცავად. აი ეს განასხვავებს ფუნდამენტურად სამართლებრივ სახელმწიფოს და დემოკრატიულ სახელმწიფოს ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოს. აი ზუსტად ეს მინდა რომ გითხოთ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზასაც გავდივართ, დიქტატურამდე, ალბათ გვაკლია არა სისასტიკის გამოვლენა, რომელიც უკვე გამოვლენილია, არამედ მხოლოდ აი ეს ეკრანი, რომელშიც ახლა ჩვენ ჩანვართ. ამ მიმართულებითაც ვითარება მძიმდება ყოველდღიურად. თავარი არხი გაჩერებულია ფაქტობრივად, ჩვენ დანარჩენი ესე ვთქვათ საერთო ეროვნული მაუწყებლები ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვარ და მართლა ჟურნალისტების და აღმომუშავე ადამიანების პირად გამძლეობაზე დგას ეს ყველაფერი. იმედი გვაქვს რომ ახალი პლატფორმებით რაღაც მცირე შეღავათი მაინც იქნება, მაგრამ ამ ფაზის გათვალისწინებით, რომელშიც ვართ ახლა ჩვენ და რა მდგომარეობაც არის საერთაშორისო სურათის კუთხითაც, ხო? ვერ ვიტყვით რომ რაღაცა ტიპის კაფეობა იყოს, რომელიც უფრო თამამი მოქმედებების საშუალებას მოგცემდა, რა. იმედგაცრუების საბაბს იძლევა რაღაცა პროცესები, რომელიც ჯერ ისე მკაფიო და მკვეთრი არ არის, მე დარწმუნებული ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მივაუკეთეს შედეგებამდე, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ფაზაში, ხო, ესე დაუსრულებლად ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად რესურსების ბრძოლაც მიმდინარეობს. აი, თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ფაზას, რომელშიც ვართ? რა არის თავარი რამ, რაც გასაკეთებელი არის? ვის რა როლი აქვს ამ პროცესში? პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი აქტივისტებით გაგრძელებული? ეს არის პირველი ჩვენი ბრძოლა და ეგ უნდა გვესმოდეს, ყოველთვის ამას ვიმეორებთ, ეს არ არის რომ ვიღაცა ფიქრობს რომ შენთან დემოკრატია უნდა იყოს და ის იბრძვის გარედან, ხო? ეს წარმოუდგენელია. დემოკრატია თუ ჭირდება საზოგადოებას და საზოგადოებას მიაჩნია რომ ეს არის უკეთესი ცხოვრების წესი მისთვის, თავად საზოგადოება უნდა ებრძოლოს ამისთვის და რა თქმა უნდა ყოველთვის ეყოლება მეგობრები და მოკავშირეები, რომლებსაც იგივე ფასეულობის ძვირფასია და მას ხარს დაუჭერენ. და ჩვენ ამ ხარდაჭერას გძნობთ უწყვეტად. აი დღემდე გძნობთ ამ ხარდაჭერას, რა იქნება მომავალში დავინახავთ, მაგრამ ამ მომენტში და დღესაც ესე არის რომ ჩვენს მიმართ ხალხისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა დემოკრატიული სამყაროდან არ შეწყვეტილა. პირიქით, ის არის ძალიან განგრძობადი, ის არის ძალიან, ასე ვთქვათ, უწყმეს ვთქვათ, თანმიმდევრულიც და ვიტყოდი, როგორ ვთქვათ, ხო, უწყვეტი. ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე კარგი სიტყვა, იქნებოდა უწყვეტია და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვამხნევებს, ხო, როგორც ადამიანებს, რომელსაც თანამოაზრეები ყავს ჩვენს ბრძოლაში, ოღონდ მარტო არ
ხარ ამ ბრძოლაში. და ხო, მაგრამ აქ ჩვენ ესეც უნდა გვესმოდეს, რომ ავტორიტარიზმი ცხოვრობს იმის იმედად, რომ იქნებ რაღაცები ისე მოხდეს, რომ მე აქ ისე მოვაგვარო საკითხები, რომ ავიცილო ჩემი დასჯა გარედანაც. იმიტომ რომ როგორ არის, ხო, დემოკრატიული სამყარო გიღებს მაშინ სრულფასოვან პარტნიორად, როცა შენ ხარ დემოკრატიული. როცა შენ მისი თამაშწესებით არ თამაშობ და ხარ ავტორიტარული, შენ მისთვის საფრთხე ხარ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი მათ შორის გულისხმობს სხვა ტიპის საფრთხეებს, ხო? მაგალითად, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ დემოკრატიულ ქვეყნებზე, აი ევროკავშირი, საერთოდ მივულტვით, ხო? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში კონფლიქტები აღარა აქვთ. ისინი ცხოვრობენ მშვიდობიანად, ზრუნავენ ერთმანეთის განვითარებასა და დაცვაზე. და შენს თუ კი მათკენ მიილტვი, მაშინ და ხდები მათი ნაწილი, შენც მათთვის უსაფრთხო ხარ და ისინი შენც უსაფრთხო არიან და თუ კი ამას არ აკეთებ და რჩები რუსულ ბანაკში, რუსეთს ყოველთვის საფრთხე არის დემოკრატიული სამყაროსთვის ყოველთვის აქამდე ესე ყოფილა. ხო, ამიტომ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ამიტომ ეს ბრძოლა არის ჩვენი ბრძოლა ქვეყნის შიგნით, ეს უნდა გვესმოდეს და მგონი ეს ყველას გაცნობიერებული აქვს ამ ქვეყანაში და ჩვენ ამ ბრძოლაში გვყავს კარგი მეგობრები გარედან. როგორც ივანიშვილისთვის ასევე არის ეს მისი ბრძოლა ამ ქვეყანაში და მასაც ყავს მეგობრები, ოღონდ ეს მეგობრები არიან ირანში, ეს მეგობრები არიან რუსეთში და ეს მეგობრები არიან სხვა ესეთი აღმოსავლური ტიპის არადემოკრატიული ქვეყნებში. ეს არის განსხვავება, ხო, ამიტომ საერთაშორისო იზოლაციაზეც რო ლაპარაკობთ, რომელიც შედეგია ივანიშვილის ქცევისა და ჩვენი სამართლიანი პროტესტის, აქაც ის ამ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას ცდილობს სწორედ ასეთი ტიპის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩვენებით, როგორც ალტერნატივა თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობისა. საუბრის ბოლოს მივდივართ, რო გვეწურება და მე მაინც მინდა ერთის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის შიგნით არსებობს გარკვეული მოთხოვნილება და მოლოდინიც, რომ კარგად ორგანიზებულ ავტორიტარულ ვერტიკალს უნდა დაუპირისპირდეს ასევე კარგად ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობა. თუმცა აქვე მეორე არგუმენტი ჩდება, რომ ამ მოძრაობას ისიც აძლიერებს, რომ არც ერთი თავი აქვს და არც ხელისუფლების შესაძლებლობა, რომ ერთიანად მოაშთოს, პრობლემები შეუქმნას და ასე შემდეგ. აი ამ ორ მოცემულობას შორის რა ოპტიმალური გამოსავალია საიმისოდ, რომ ანუ ის რომ ჩვენ უმრავლესობა ვართ აშკარად ამან მოიტანოს შედეგი რეჟიმის დროულ დამარცხებაში, რომ ქვეყანა ნაკლები ზიანი გამოვიდეს აი იმ გაუგებრობიდან, რასაც ეს ივანიშვილის მმართველობა ქვია. ნუ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც ავტორიტარიზმი დამარცხებულა, ან ვერ დამარცხებულა, გვაჩვენებს იმას, რომ რამდენიმე პრინციპი უნდა დაიცვას ამ პროცესში ის მათ, ვინც უპირისპირდებიან ავტორიტარიზმს. პირველი ეს არის, რომ საზოგადოება უნდა ცდილობდეს მეტი აქცენტი გააკეთოს გამაერთიანებელი იდეებზე და ხელი არ შეუწყოს მოწინააღმდეგეს, რომ მის ოპონენტებში დათესოს გამხლეთში თემები და წაკიდოს საზოგადოება ერთმანეთს. რასაც ივანიშვილი ძალიან ხშირად ცდილობს და ამას ზოგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ესე დემოკრატიულობის არგუმენტითაც თავაზობდეს დანარჩენ საზოგადოებას. ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო საფრთხე და ეს საერთო საფრთხე გვესმის და მე მგონი ჩვენი პროტესტიც ეხლა ამ კუთხით არის კონსოლიდირებული. ხო, აქ არ არის რაღაც ერთმანეთში ჩხუბი და ომი მემარჯვენე მემარცხენეობაზე, ხო, რაღაც ყველამ ვიცით, რომ სანამ ივანიშვილი არის, მანამდე შეუძლებელი არსებდეს დებატი და ჯანსაღი დისკუსია, რომელიც შვებს უკეთეს პროცესს რაღაც იდეოლოგიურ საკითხებზე, ხო? იმიტომ კი არა რომ ეს ცუდი, ეს თავისთავად კარგია, ოღონდ ამის დრო უბრალოდ შეუძლებელია არსებობდეს. იმიტომ რომ ეს ცოტა სასაცილოც იქნება ეს რო ვაკეთოთ. თუმცა ეს ანიშნავს იმას, რომ საზოგადოებას არ სურს უფრო მკვეთრად იცოდეს, როგორი იქნება მათი მომავალი, მაგრამ ამავდროულად იმაშიც დარწმუნებულია, რომ აწმყო, რომელიც არსებობს, იმაზე უარესია, ვიდრე მისთვის გაურკვეველი მომავალი. ამას აჩვენებს კვლევები მათ შორის, ხო, აი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც ISSA ორგანიზაციამ ჩაატარა და მათ შორის ნახეთ, რომ საზოგადოების 82% აცნობიერებს, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. აცნობიერებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება და ივანიშვილი და ამასაც ჯამურად 80%-ზე მეტი მოსახლეობის ადასტურებს. იცის რა არის ძირითადი მოთხოვნები და გამოსავალი ამ პროტესტიდან და 76% გვეუბნება, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრების ან სინდისის პატიმრების, ალბათ უფრო სწორი ტერმინი ეს იქნება გათავისუფლება პატიმრობიდან და ეს არის
62% გვეუბნება და მხარს უჭერს, რომ ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა. ანუ ესეთი კონსოლიდირებული საზოგადოება არის შედეგი მათ შორის ამ პროტესტის და პროტესტის მიზნების გაგება საზოგადოებას არ გაუჭერდა და ისინი იზიარებენ. და ნუ რა თქვი მძანეთ ესეც არის მეორე საკითხი, უბრალოდ ამ პროტესტს არ ყავს ერთი თავი და ეს არის კარგი, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ყოველას პროტესტია და ივანიშვილის დაბნეულობას ესეც იწვევს, იმიტომ რომ მანამდე რასაც ხო ავტორიტეტ რეჟიმებს გაუკეთებიათ, ეს არის რომ ისინი ერთ თავს მოკვეთენ ხოლმე პროტესტს და მერე დიდი ხნით მიაჩუმებენ. აი ამ თავის ძებნაში ატარებს დიდ როლს ივანიშვილი და სამწუხაროდ თუ სასიხარლოდ ის ამ თავს ვერ პოულობს და ვერ ციფობს. კონკრეტულად ესე იგი თავის არ ქონა ამავე დროს უთავოდ მოქმედებასაც არ ნიშნავს. ხო, ცხადია, ერთი თავის არ არსებობა ნიშნავს, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა თავი, რომელთაც აერთიანენ საერთო იდეა. ერთი და მნიშვნელოვანი ჩვენი საუბრის ბოლოს მე ვიტყვი უბრალოდ სამ დამშვიდობით მაყურებელს ერთი ასეთი გამაერთიანებელი იდეა არის, რომ თავისუფლების იდეა და არის ანტისაოკუპაციო განწყობა და ამ განწყობის ეს არის ევროკავშირის იდეა პირველ რიგში. კი ბატონო, მაგრამ ამ განწყობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დემონსტრირების, მანიფესტირების საშუალება და აუცილებლობაც კი ეს არის 25 თებერვალი, რომელიც გვიახლოვდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უერთდებით საერთო მოწოდებას, რომ ერთად მთელმა საქართველომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ თარიღის და მისი შინაარსის მიმართ.